ჰემოფილია ბერძნული სიტყვაა და სისხლის დენისაკენ მიდრეკილებას ნიშნავს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე თალმუდში ნახსენებია, რომ ებრაელთა კანონით თუ ქალს ორი ვაჟი წინ დაცვეთის დროს სისხლდენისაგან დაეღუპებოდა, მისი მესამე ვაჟი ამ ოპერაციისაგან თავისუფლდებოდა, თუნდაც მეორე ქმრისგან ჰყოლოდა. უკვე მაშინ ცნობილი იყო, რომ ჰემოფილია მხოლოდ ქალების მეშვეობით გადაიცემოდა, მაგრამ დაავადება ჩვეულებრივ მხოლოდ მამაკაცებს ემართებოდათ. მე-12 საუკუნეში ცნობილი არაბი ქირურგი აბდელ კასემი დაკვირვებებს აწარმოებდა ერთ-ერთ სოფელზე, სადაც კაცებს სისხლდენა არ უჩერდებოდათ. მან დაადგინა დაავადების მემკვიდრეობითი ხასიათი. აღწერილია ოჯახური ჰემოფილიაც. ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება სისხლდენა საათობით და დღეებითაც კი არ შეუჩერდეს. ჩვეულებრივ, კანის უბრალო გაჭრასაც კი მოსდევს სისხლდენა. სისხლი წებოვანია და რამდენიმე წუთში დედდება. რას წარმოადგენს სისხლი? რისგან შედგება იგი? ჩავატაროთ ცდა. ჩავასხათ სინჯარაში სისხლის შედედების საწინააღმდეგო ნივთიერება და შემდეგ დავამატოთ ახლად აღებული სისხლი. მეორე სინჯარაში დარჩენილ სისხლს დავაცადოთ. პირველში კი ვნახოთ რა მოხდება. წარმოიქმნა ორი ფენა. ზედა ფენა სისხლის პლაზმა, გამჭვირვალე და თხევადია. იგი შეიცავს წყალს, მინერალურ მარილებს, ცხიმებს, გლუკოზასა და ცილებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის თხევადობასა და შედედების უნარს. ქვედა ფენაში ვხედავთ მოწითალო ნალექს. ეს ერითროციტებია, რომელთაც სისხლის წითელი ბურთულაკები ქმნიან. მათ ჟანგბადი გადააქვთ უჯრედებში. ამ ორ ფენას შორის ჩანს მოთეთრო ზოლი, ლეიკოციტები, სისხლის თეთრი ბურთულაკები. სისხლის წვეთის მიკროსკოპით გასინჯვისას წითელი და თეთრი ბურთულაკების გარდა ვხედავთ თრომბოციტებს. ისინი ეწებებიან ერთმანეთს და ქმნიან ბადეს, რომელშიც იხლართებიან სისხლის უჯრედები. სისხლი დროებით ჩერდება. შემდეგ კი იწყება შედედების პროცესი. ნახოთ მეორე სინჯარა, რომელშიც სუფთა სისხლი ჩავტოვეთ. აქ სისხლი შედედებულა. პლაზმის ხსნადი ცილა ფიბრინოგენი თრომბინის საშუალებით გარდაიქმნება უხსნად ბოჭკოვან ცილად ფიბრინად. ცალკე გამოყოფილი უფერო სითხე კი სისხლის შრატია. თუ სინჯარაში წყალს მიუშვერთ, სისხლის ყოლს წითელი ბურთულაკები მოსცილდება და თეთრი ბოჭკოები, ფიბრინი დარჩება. სისხლის შედედების პროცესში მონაწილეობს 13 ფაქტორი. ამათგან ჩვენ გვაინტერესებს მერვე და მეცხრე ფაქტორები. რადგან მათი ნაკლებობით ან არააქტიურობით განპირობებულია კლასიკური ჰემოფილია A და ჰემოფილია B. თანამედროვე მონაცემებით, სისხლის შედედების მერვე ფაქტორი პლაზმაშია და წარმოადგენს ცილის პოლიმერს. იგი შედგება სუბერთეულებისაგან და თითოეულს თავისი აქტივობის კომპონენტი აქვს. პირველი, შედედების მთავარი კომპონენტი. სწორედ ამ კომპონენტის ნაკლებობითაა გამოწვეული ჰემოფილია A. სისხლის შედედების დაქვეითება. პოლიმერის ამ ნაწილის სინთეზი ორგანიზმში დადგენილი არაა, მაგრამ ცნობილია, რომ ეს სინთეზი მოწმდება გენით, რომელიც სასქესო X ქრომოსომაზეა მოთავსებული. მეორე კომპონენტი, რომლის ნაკლებობაც ვილებრანდის ავადმყოფობას იწვევს. მესამე, ნახშირწყლის კომპონენტი. და ბოლოს, მეოთხე, ცილის კიდევ ერთი შესაძლებელი კომპონენტი. მთლიანად მერვე ფაქტორს ანტიჰემოფილურ გლობულინსაც უწოდებენ. ჰემოფილია B-საც იგივე სიმპტომები აქვს, რაც ჰემოფილია A-ს. სისხლის შედედების უნარის დარღვევა და შთამომავლობითი ხასიათი. დაავადების მეტი პროცენტი ჰემოფილია A-ზე მოდის. როგორ ხდება ჰემოფილიის მემკვიდრეობით გადაცემა? ადამიანის სხეულის ყოველი უჯრედი შეიცავს 23 წყვილ ქრომოსომას. ქრომოსომებზე განლაგებულია გენები, რომლებშიც კოდირებულია სრული მემკვიდრეობითი ინფორმაცია. ქალის 23 წყვილის ქრომოსომები აღინიშნება XX-ით, ხოლო მამაკაცს, რადგან ერთი ქრომოსომა განსხვავებული აქვს, X-ით და Y-ით. ვნახოთ ჰემოფილიის მემკვიდრეობით გადაცემის კანონზომიერებანი. პირველი, როცა ქმარი ჯანმრთელია, ცოლი კი დაავადებული გენის მატარებელი.
ამ შემთხვევაში ნორმალური და დაავადებული შთამომავლობის გაჩენის ერთნაირი შესაძლებლობაა. თუ ქალის ერთი ქრომოსომა დაავადებულია, სისხლის შედედებას უზრუნველყოფს მეორე, ხოლო თუ მამაკაცის X ქრომოსომა დაავადდა, ჰემოფილია გარდაუვალია, რადგან Y ქრომოსომა ვერ უზრუნველყოფს სისხლის შედედებას. სწორედ ამიტომ არის ჰემოფილია ჩვეულებრივ მამაკაცთა დაავადება. ქალი კი მხოლოდ მატარებელია ამ დაავადების. განვიხილოთ მეორე შემთხვევა. როცა ქმარი ჰემოფილიითაა დაავადებული, ცოლი კი ჯანმრთელია. როგორც ხედავთ, ამ ვარიანტში ვაჟები ჯანმრთელები იბადებიან, გოგონები დაავადებული გენის მატარებელი. მესამე შემთხვევა. როდესაც ქმარი ჰემოფილიითაა დაავადებული, ცოლი კი დაავადებული გენის მატარებელია. ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა გოგონა ჰემოფილიით დაავადებული იბადება, რადგან მას ორივე სასქესო ქრომოსომა უმოქმედო აქვს. იშვიათია ასევე მეოთხე შემთხვევა, როცა ცოლი ჰემოფილიითაა დაავადებული, ქმარი კი ჯანმრთელია. ამ დროს ვაჟები ჰემოფილიით დაავადებულნი იბადებიან, გოგონები კი დაავადებული გენის მატარებელნი. განვიხილოთ მეხუთე შემთხვევა. ცოლიც ჰემოფილიითაა დაავადებული და ქმარიც. ამ დროს ყველა შთამომავალი სქესის მიუხედავად ავადმყოფი იბადება. ჰემოფილიის მატარებელი გენი არა მარტო შთამომავლობით გადაეცემა, არამედ თავისთავადაც შეიძლება წარმოიქმნას კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს გენების მუტაციის შედეგად. ცნობილია, რომ ჰემოფილია გავრცელებული იყო ევროპის ზოგიერთ სამეფო ოჯახში. ამ დაავადებას სამეფო ოჯახებში სათავე დაუდო დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ. ვიქტორიას გენეალოგიურ შტოს სქემაზე ჩანს, როგორ შეერიუნენ ევროპის სამეფოებს მისი შთამომავალნი. ვიქტორიას ერთ-ერთი შვილიშვილი ალექსანდრა ცოლად ჰყავდა რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს. მათ შვილს ალექსის დედისაგან დაავადებული გენი გამოჰყვა. იგი ჰემოფილიით იყო ავად. ჰემოფილიის დროს სისხლდენა არის გარეგანი და შინაგანი. მძიმე შედეგებით ხასიათდება წინამხრის, მუცლის, წვივის კუნთებში განვითარებული სისხლჩაქცევები. სახსარში ჩაქცეული სისხლი ხშირად იკირება, რასაც მოსდევს კიდურების დეფორმაცია და უმოძრაობა ან მოძრაობის შეზღუდვა. ჰემოფილიით დაავადებულნი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მკურნალობაში ატარებენ, ზოგჯერ ნახევრად დაინვალიდებულნი.